ჩვენ გვაქვს ქართული საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავი ტრადიცია. გინდაც არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი ეს ვაჟა-ფშაველადან დაწყებული. არაჩვეულებრივი ფანტაზმი, ხო, ვაჟა-ფშაველადან დაწყებული და კარგი პოეზია. ხალხური ზღაპრები და პოეზია მაყვალამრევლის გივი ჭიჭინაძე, ცირაქიტიაშვილი, ნოდარ დუმბაძის ფანტასტიკური საბავშვო ლექსები. სრულიად, ხო? და აქედან გამომდინარე, ჩვენ იმდენად კარგი ტრადიცია გვაქვს საბავშვო ლიტერატურის, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს არ წყდება. და მე რო ვუყურებ, ეხა ჩემი შვილიშვილი სწორედ კითხულობს კუპატას თავგადასავალს და ძალიან მომწონს მეუნება. და მე ვუყურებ, რომ დაამთავრებ მომიყევით, ხო. იმიტომ რომ მინდა რომ აი მან გადმომცეს რა იგრძნო, რა წაიკითხა, რომ ძალიან მოსწონს. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ლიტერატურაც შეეხიდოს. ვასო გულეურის, ნუკა ძალიან კარგი ავტორები ყავს. ხო, რაღაც ბევრი კარგი ავტორი ყავს საბავშვო. ირმა მალაციძე, თეა თოფურია, რაც ბევრი შეგვიძლია ჩამოთვალოთ ამ თვალსაზრისით, ეს ფუფუნება ნამდვილად გაქვთ. ხო და რაღაცნაირად აი თითქოს ერთბაშად აყვავდა ეს ისევ